ქრისტი წინ გილაგია ბორჯომის ახალი ენერგეტიკულის 4-ვე გემო. თუ ერთ გემოს გამოიცნობ, მიიღებ 1 ევროს, თუ 2 გემოს გამოიცნობ, მიიღებ 2 ევროს, თუ 3 გემოს გამოიცნობ, მიიღებ 100 ევროს, ხოლო თუ ყველას გამოიცნობ, მიიღებ 303 ევროს. დავიწყოთ, ხო? აი პირველი გემო მაგალითად ეს. მოდი, გასაგები რომ იყოს უფრო შენთვის გეტყვი, სულ რა გემოებია ქრისტი. არის ციტრუსის მიქსი, არის apple feijoa, არის ორიგინალი და არის ჩერი. თან გემოზეც შეგვიფასე როგორია, კარგია თუ ცუდია. ვაიმე? რა არის? აბა ეს როგორ ფიქრობ რა გემოა? შეგიძლია დაასეივო და მე თქვა. მოდი დავასეივებ. დაასეივე. სად დავასეივე? გემოს მითხარი, გემრიელია თუ არა, დადება, კაი. გემრიელი არის კი. ანუ რისი გემო? ენერგეტიკულის გემო აქვს? მე გასინჯული არ ვარ. ენერგეტიკულის გემო არა. ეს არის ჩერი. მეორე, აბა ვნახოთ ეს რა არის. ამას აქვს ფეიხოს გემო. ფეიხოს გემო აქვს? თუ ვაშლის გემო. ეს ორივეს ანუ გემო. ვაშლი და ფეიხო ერთად არის ქრისტი ზოგადად. მაშინ ეგარი. დარწმუნებული ხარ? ხო, ხო. ანუ კარგად იგრძნობა? ძალიან და თან. გემოები მითხარი, ხის ამ გემრიელი არის ეს ორი თუ არა? სხვათა შორის ფეიხო და ვაშლი მომეწონა. ესეც რა ვიცი რომელი იყო ის რაღაცა არ ვიცი ჩერი რა რო იყო. იყო, ჩერი. მაგალითად ჩერი. ჩერის ფეიხო მირჩევნია. ციტრუსია. ერთო ჩემო. გასინჯე ბოლო. და ეს რა არის მაშინ? ორიგინალიო თუ რაღაცა რომ მითხარი ეგ იქნება. საბოლოო პასუხებია? ხო. და შენ მიიღე 3 ევრო. 3 ევრო? კაი, ხო, 303 ევრო. ყველა გამოიცანი, ქრისტი. მართლა ყველა გამოიცანი, კი. მართლა? კი. ნუ ეხა მე რო გემოვნებაში. კაი, რეალურად მოგეწონა თუ არა გემოები? კი, მომეწონა. ანუ აი, კაი, პირობითად შევა Red Bull-ს უფრო დალევდი თუ ბორჯომს. სიმართლე რო ვთქვა. როგორც ენერგეტიკულს Red Bull-ს, როგორც ენერგეტიკულს აღიქვენ, მაგრამ აბა ეს რა არის მაშინ? ეს ენერგეტიკულად არ არის რა, ანუ იმას სხვანაირი გემო აქვს. ჩემთვის არ არის ეს ენერგეტიკული. აი ესე ვიტყვი. ეხლა და ისა ამასაც გავსენჯო. აი მართლა ლიმონათის გემო ყველას. ხო, აი კაიწვენი არის. ანუ რეალურად კოფეინის შემცველობა აქვს ამას როგორც ვიცი. ვისაც ლიმონათის გემოთი გინდათ ენერგეტიკული, მე ვფიქრობ რომ გემრიელი იქნება. აი ზუსტად. ენერგეტიკულის გემო არც ერთს არ აქვს აქედან, აი კლასიკსაც არ აქვს დაშე.